თუ თქვენ მომსახურებას იღებთ უცხოელი პირისგან ან ორგანიზაციისგან, მაშინ ყურადღებით მოგვისმინეთ. შესაძლოა ამ ოპერაციაზე თქვენ წარმოგეშვათ DGG-ის გადახდა ბიუჯეტში. ამას ეწოდება უკუდაბეგურის DGG. მარტივად რომ ავხსნათ, თუ თქვენ საქმიანობას ეწევით საქართველოში და მომსახურებას იღებთ უცხოური კომპანიისგან ან უცხო ქვეყნის მოქალაქისგან, რომელსაც საქართველოში არ გააჩნია მუდმივი ოფისი, მაშინ ამ მომსახურების ღირებულების შესაბამისი უკუდაბეგურის DGG-ის თანხა თქვენ უნდა გადაიხადოთ ბიუჯეტში. ასეთი შეიძლება იყოს მაგალითად Facebook-ისთვის გადახდილი რეკლამის თანხა, Booking-ისთვის, LinkedIn-ისთვის, Zoom-ისთვის, Canva-ისთვის და სხვა უცხოური ორგანიზაციისთვის მომსახურებისათვის გადახდილი საფასური. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ეს მხოლოდ სამეწარმეო ან არასამეწარმეო კომპანიებს არ ეხებათ. ეს ვალდებულება თანაბრად ეხებათ ასევე ინდმეწარმეებს, მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირებსაც კი. არ ეხებათ მხოლოდ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებს და ჩვეულებრივ ფიზიკურ პირებს. ამასთან მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თუ თქვენ ხართ DGG-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი, უფლება გაქვთ გადასახდელი DGG-ის თანხა უკან ჩაითვალოთ. დაიმახსოვრეთ, უკუდაბეგურის DGG-ი იბეგრება არა მხოლოდ მომსახურება, არამედ არამატერიალური აქტივების გადაცემაც, როგორიც არის მაგალითად პროგრამული უზრუნველყოფა, სავაჭრო ნიშნები, მარკები, ლიცენზიების გამოყენება და ასე შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ უცხოელს ავანსის სახით წინასწარ უხდით თანხას, მაშინ უკუდაბეგურის გადახდის ვალდებულება ავანსის გადახდის მომენტშივე წარმოგეშვებათ, ხოლო თუ წინასწარ არ ურიცხავთ, მაშინ მომსახურების მიღებისას. ასევე გაითვალისწინეთ, რომ თუ მომსახურება საერთოდ განთავისუფლებულია საგადასახადო კოდექსით DGG-სგან, მაშინ უკუდაბეგურა არ გიხებათ. უცხოელისთვის მომსახურების თანხის გადახდისას უკუდაბეგურის DGG-ის გარდა არ უნდა გამოგრჩეთ არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადი. საშემოსავლო გადასახადისთვის სამი პირობა უნდა სრულდებოდეს. პირველი, შემოსავლის წყარო უნდა იყოს საქართველო, მეორე, უცხოელ საქართველოში არ უნდა ქონდეს მუდმივი ოფისი და მესამე, ორმაგიდაბეგურის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებები არ უნდა ათავისუფლებდეს ამ ოპერაციას. რომ შევაჯამოთ, უცხოელებთან მუშაობისას ყოველთვის წინასწარ გადაამოწმეთ, იწევთ თუ არა როგორც უკუდაბეგურის, ისე საშემოსავლო გადასახადის ვალდებულება. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ საგადასახადო ჯარიმები. გადასახადო საკითხებში ერთი შეხედვით პატარა დეტალმაც კი შეიძლება მნიშვნელოვანი შედეგები გამოიწვიოს.